ჩვენი დღევანდელი ბრიფინგის თემა იქნება ხვალინდელი აქცია თავდაცვის სამინისტროს წინ. ეს აქცია დაიგეგმა დაახლოებით 2 კვირის უკან, თუმცა გუშინდელი განვითარებული მოვლენების შემდგომ პრაქტიკულად ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილმა პრემიერმა ნახევარი საქმე გააკეთა ამ მხრივ, მან მისი გადადგომით რეალურად მოხდა გადადგომა ყველა მინისტრის, სანამ მოხდება მათი დამტკიცება. მაგრამ ზუსტად ამიტომაც ჩვენ ვთვლით საჭიროდ, რომ ეს აქცია კვლავ ჩატარდეს თავდაცვის სამინისტროს წინ და ის მოთხოვნები, რომელი მოთხოვნებიც იყო, მას კიდევ დაემატოს ნაწილი მოთხოვნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ხვალ თავდაცვის სამინისტროს წინ იქნება, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელი აღარ მოხდეს თავიდან ახალ მინისტრთა კაბინეტში. ანუ ის რომ დღესდღეობით თინა ხიდაშელის რეიტინგი მაქსიმუმ შეიძლება იყოს საქართველოში 1%, ხოლო მისი მოწინააღმდეგე საქართველოში არის 99%, ჩვენ ვთვლით, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტმა, პრეზიდენტმა ეს უნდა გაითვალისწინოს და არა მარტო თინა ხიდაშელი, არამედ სხვა წარმომადგენლებიც რესპუბლიკური პარტიიდან აღარ უნდა მოხვდნენ ახალ მინისტრთა კაბინეტში. ეს მოთხოვნა იქნება ერთ-ერთი მთავარი. ასევე იქნება იქ კიდევ რიგი სხვა მოთხოვნებიც, მათ შორის ის, რომ დაუშვებელია და აღარ უნდა მოხდეს, რომ თავდაცვის მინისტრად ჯერ პირველ რიგში დაინიშნოს ესეთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კავშირი და კონტაქტი არ აქვს სამხედროებთან. ჩვენ დღესდღეობით ღვთისწყალობით ძალიან ბევრი პროფესიონალი სამხედრო გვყავს, ისეთი ადამიანები, რომლებიც ბრძოლობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში და არიან ასევე თავისი საქმის რეალური პროფესიონალები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზუსტად რომ პროფესიონალი უნდა იყოს დანიშნული მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს დაკარგული ორი ტერიტორია, აფხაზეთის და სამაჩაბლოს სახით და ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს საქართველოს და რატომღაც არ კეთდება სერიოზული ანალიზები, არავინ ამაზე არ საუბრობს, ეს არის ისლამური სახელმწიფო, რომელიც არის ძალიან ახლოს საქართველოს საზღვრებთან, ეს არის დაახლოებით 300-400 კილომეტრი და რეალურად საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ შესწევს არანაირი ძალა მარტო გაუმკლავდეს აი იმ საფრთხეს, რასაც ქვია ისლამური სახელმწიფო და რასაც დღესდღეობით ერთობლივად ებრძვის მთელი მსოფლიო, მათ შორის საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი. აქვე ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ზუსტად და გავამახვილოთ ამ თემაზეც საკითხი, რომ კარგი იქნება და უპრიანი იქნება, რომ საქართველოს ჩაერთოს რაც შეიძლება სერიოზულად აი ამ საკითხში, ისლამური საკითხის საფრთხეებთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს არ არის არც ისეთი ზერელე საკითხია, როგორც დღესდღეობით ჩვენი საზოგადოება ამას უყურებს, ეს არის ძალიან დიდი და საშიში მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ კარგად ვნახეთ თუ როგორ მოხდა იგივე სირიის, იგივე ერაყის, იგივე დღეს ლიბიაში, თუ როგორ უცებ განვითარდა იქ მოვლენები ელვისის სწრაფით და მოხდა ამ ქვეყნებში აი ამ რადიკალური ისლამის გავრცელება და რეალურად ხალიფატის წარმოშობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოუწოდებთ ხვალ საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, რომ აუცილებელია და მე ვფიქრობ საჭიროც არის, რომ მოხდეს თანამშრომლობა აი ამ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ პრევენციული ზომებისა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე რუსეთთან, ასევე საფრანგეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც რეალურად ებრძვის ამ რადიკალურ ისლამს. კიდევ ერთხელ მინდა მე მოუწოდო საზოგადოებას, რომლებიც ხვალ აპირებენ აქციაზე მოსვლას, გარდა იმისა, ვინც არ იცის, მინდა რომ დღეს რეპორტიურის პრესკლუბიდან მოუწოდო, რომ აქცია ჩატარდება ჩვეულებრივ ხვალ 13 საათზე თავდაცვის სამინისტროს წინ
უზნაძის ქუჩის მხრიდან გენერალ კვენეტაძის ქუჩის მხრიდან დაიწყება ასე იგი 13 საათზე დაიწყება აქცია და ასევე მინდა მოუწოდო მთლიანად საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება რეალურად არის განწყობილი ნეგატიურად რესპუბლიკური პარტიის მიმართ, მათ არც ერთი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ხილვა არ სურთ, არამც თუ ხელისუფლებაშია მაღალ თანამდებობებზე, არამედ არც პარლამენტში და არც ქვედარგოლებში, ეს გამოკითხვებითაც ჩანს და ხალხის რეაქციიდანაც ჩანს, ამიტომ მოუწოდებ საზოგადოებას, რომ დღეს როგორც არასდროს გავერთიანდეთ და მოვთხოვოთ ხელისუფლებას, პრეზიდენტს მათ შორის ყველა იმ ადამიანს პარლამენტს, რომ არ მოხდეს რესპუბლიკური პარტიის იმ ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციიდან პიროვნებების მინისტრებად დანიშნა, რომელიცაც მთელი საზოგადოება კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ნეგატიურად უყურებს და ანტიპატიით არის განწყობილი. შეეხება თავდაცვის სამინისტროზე ქალბატონი თინა ხიდაშელის და მისი გუნდის მიმართ, რომ ეს ქალბატონი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, მისი საქციელის, მისი გაუწონასწორებელი გამოთქმების, რომელიც ზიანს აყენებს და რომელიც ჩიხში აღმოჩნდება საქართველოს მის გამონათქვამზე და მის ნათქვამზე ჯერ კიდევ ჩვენთვის გაურკვეველი იქნება. მე შემდგომ იქნება ძალიან ესე მოსარბილებელი მისი ესეთი გამოხდომები შეიძლება ითქვას. თუმცა დღევანდელობის ფონზე ჩვენი პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა ბატონ ირაკლის ჰქონდა ბევრი მოსაზრებები სიახლის გარკვეული პროექტების განხორციელების ქვეყნის საკეთილ დღეოდ შესაძლებელია ასე ითქვას. ძალიან დაძაბული ვითარება გამოიხადა ქართულ საზოგადოებაში და ქვეყნის მიმართ. არ გამოურიცხავ, რომ ქალბატონი თინო და თინას ნაირები მასივე გუნდის წევრები აღმოჩნდნენ სხვა სამინისტროებში. უფრო გაშლილად და იმის მაგერად რომ შეიკვეცოს მაგის ზუსტად მაგ ფაქტთან დაკავშირებით იგეგმება ხვალინდელი აქცია, რომელიც 2-ოდე და 3-ოდე კვირის უკან იყო დაგეგმილი. აშკარად და ნათლად ჩანს, რომ ესეთი თავისებური საზოგადოებაში ცუფებს რუსოფონიზმი და ნუ თუ როგორ ფიქრობთ, მე სამხედროს ჩემ გუნდს მეგობრებს, არ მინდა ამერიკა მინდა ძალიან, ევროკავშირი აჯობია მაგას, აზია მინდა. ავსტრალიაც მინდა რომ ვიმეგობრე, მინდა ჩემი ქვეყანა წარმოაჩინო ლამაზი, გაწონასწორებული და მშვიდი, თავისივე ხალხით, ჩვენივე კულტურით და სილამაზით მიხვდით. რატომ უნდა ალბათ მოგეხსენებათ არის ნატოს წევრი ქვეყნები, რომელიც არაჩვეულებრივად თანამშრომლობენ რუსეთთან. დავიწყეთ, უნდა დავასრულოთ იმას აქ ჩვენი გამოცდილების, ცხოვრებისეული გამოცდილების ხარჯზე ეს უნდა ვაჩვენოთ და ყოველმა ჩვენთაგანმა აბიჯი უნდა გადავდოთ, თუნდაც სახალხო დიპლომატიის კუთხითაც, რომ ამ ორ რეგიონში კი ოკუპირებულია. ალბათ ლარნაკზე დადებულს არავინ არ მოგვართმევს არც სამაჩაბლოს და არც აფხაზეთს. და ნუ თუ ვის წარმოუდგენია, რომ მიიღება ჩაბარების აქტით გაფორმდება ეს დაბრუნება. ამიტომ ყოველმა ჩვენთაგანმა რუსეთთან მოლაპარაკება ამ ფონზე აუცილებელია და მე მიზანშეწონილად მიმაჩნევია, რომ გამოვიყვანოთ ჩვენი დიპლომატიური საშუალებები, გაწონასწორებული ქმედებები, გაანალიზებული და დავიწყოთ ლამაზად მათთან ურთიერთობების დამყარება, რომელიც წაადგება ჩვენ ქვეყანას. მეორეც, ისე უბრუნდები მე ქალბატონი თავდაცვის მინისტრის მიმართ ამ დასმულ საკითხს და ვეთანხმები არჩევს არის იცით საზოგადოებისთვისაც ცნობილი პირები არიან ვინც თავდაცვის მინისტრები გენერალური შტაბის უფროსები მოადგილეები რომლებიც თავის კისერზე გადაიტანეს როგორც სამაჩაბლოს ასევე აფხაზეთის უშუალო მონაწილეები არიან ვინ მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციას აქვს კრედო ასეთი ვის შეუძლია მაღალ მხატვრულად ისაუბროს ომზე მის გარდა ვინც მონაწილეობდა ომში როგორ გუშინ იყო კიდევ ერთი ფაქტი ეს გარკვეულწილად სამხედრო საიდუმლოების შემცვლელიც ქოლგას ვაფარებ და
Facebook-ზე იდო რაღაც რაკეტული დანადგარი ქოლგაა ეგ და ან ომს იწყებს ხანია და რა არის იცით თავი პრობლემა ჩვენი არც აფხაზეთს არც ოსეთს ამ წუთში სამაჩაბლოს რეგიონში მცხოვრებს არ აქვს გარანტია რომ საქართველოს კლავ რაღაც მონებს ძალას არ გამოიყენებს ტერიტორიული მთლიანობის დასაბრუნებლად რომელიც ჩვენ არ გვჭირდება გონიერებით შესაძლებელია ეს მეორე როგორც ვეტერანი ასევე და ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი და უფლებამოსილი პირი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციულად არაფერი არ შეიძლება ვეტერანების დაგროვის პრობლემას რომელიც დაკავშირებულია წლების მანძილზე თავდაცვის სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით ახალ რო არ ვთქვათ დედაქალაქში მახათის გარნიზონი ვაზიანი ისნის დასახლება და სხვა საქართველოს ტერიტორია ახალციხის გორის ცხოვრობენ გარკვეული კატეგორია ვეტერანები მარჩენალ დაკარგულები რომლებსაც წლების მანძილზე არ უკანონდებათ მარცხნივ სარგებლობაში არსებული საბინაო ფონდი არავინ არ არის დაინტერესებული წინა წლებში 5000 საბინაო ფონდამდე გასხვისების ფაქტებით რომელიც დევს და ყველა მიწის ეს მიდის რაღაც ერთმანეთში ესეთი დაბალანსების ურთიერთობანი ერთი წავა მეორე ვაუ მე შენ კარგი გაგიგეთ ესეთ მარტივიანით რო თქვა ახლა დავიწყებ დიპლომატიური ტერმინით ლაბარაკს და ეს არის არის იცით მეც მომეთ და დამიჯერეთ რომ ის შეფერხების პროცესები რომელიც 2013 წლიდან ფაქტურად მომდინარეობს დღემდე ეს გარკვეულწილად ზუსტად ამერი მინისტრების თუნდაც წინამორბედების დამსახურება რომ ჩვენ ასე მდგომარეობაში ვართ როგორც საგარეო პოლიტიკის ასევე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით რიგი პრობლემები დევს მერც მომენტ დამიჯერეთ არაერთი წერილი არაერთი მოთხოვნა ორგანიზაციული კოლექტიური რომ ამათ ვეტერანი ცხოვრობს ვაზიანში რომელსაც წყალი ქოლგის ქვეშ ძინავს მობრძანდით და ნახავთ არაერთი წერილები არაერთი მოთხოვნა ისე ყურადღების გადატანის აქცენტები ისევ რაღაც ესე იგი მე თავად სამინისტრო არ მინდა რომ რუსთავიორის დონე იყოს რა მე მინდა რომ ის თამდათვის უწყება იყოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამ გარემოების გათვალისწინებით ხვალ 13 საათზე თავად სამინისტროსთან დაგეგმილია აქცია სადაც მივიღეთ გარკვეულწილად როგორც ვეტერანთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირები ასევე საზოგადოების ჩანს რაღაც მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი რომელიც გავისებული იმპულსი მინდა მივცეთ დავანახოთ საზოგადოებას რომ საქართველოში არ არის მარტო ერთი ძალა და ორი არის მესამე მოусმინე დაუჯექი გაითვალისწინე არ წერ არც კითხულობ მივხვდით დაღიჭილი მასალა და გაეცანი მაინც მივხვდით რა არის ეს ზერილი მიდგომა მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროში არაფერი არ შეცვლილა იცი თავდაცვის სამინისტროში როგორც 2005 წლიდან დაიწყო ეს შეიძლება ითქვას გადაბრუნება განუდა ტვინის გამორიცხვის მექანიზმები ანალოგიური მდგომარეობა მიმდინარეობს დღესაც მივხვდით არაფერი არ არის შეცვლილი მით უმეტეს ამ ქალბატონოს საერთოდ ოკუპაცია გააკეთა თავდაცვის უწყების შევერაღებული თვალითაც ჩანს თუ რას ქადაგებს მივხვდით ელემენტარულად პირად შემადგენლობასთან მისალმების წესიც კი არ იცის რა არის იცით როგორ შეიძლება ჯანდაცვის მინისტრად წავიდეს ადამიანი რომელიც ინჟინერია მივხვდით მე მინდა დავამატო პირველ რიგში და ვთქვა რომ რიგი ორგანიზაციები პიროვნებები ზოგი სოციალურ ქსელში ზოგიც ისე ავრცელებს ინფორმაციას რომ თითქოს ეს არის რაღაცა პრორუსული ტიპის აქცია რა რაზეც მინდა რომ გაუსვა ხაზი რომ აბსოლუტურად არ არის და აბსოლუტურად არაფერი კავშირი ამას არ აქვს პრორუსულობასთან ერთ-ერთი მოთხოვნა ჩვენი აქციის არის ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იდგეს არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარი მათ შორის არც რუსეთის მოხდეს მშვიდობიანი გზებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს დეოკუპაცია ასევე ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება რომ ავღანეთიდან აფრიკიდან სადაც ჩვენ გზავნით ხალხს და იხოცებიან ჩვენი ჯარისკაცები ახალგაზრდა ხალხი რის გამო არავინ რო არ იცის რას იცავენ კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი და ვთხოვოს უყველას რომ
აბსოლუტურად ეს არის სიცრუე, სპეციალურად გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ეს არის რაღაცა პრო-რუსული, როგორც სიტყვენ აქცია. არა, ეს არის ქართული აქცია და მთავარი არსი ჩვენი არის ის, რომ საქართველოს ჯარისკაცები, საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები უნდა იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს არც ერთი სხვა უცხო ქვეყნის ჯარისკაცი გარდა საქართველოს მოსამსახურეებისა და აქვე მინდა გავცე პასუხი, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელსაც დინახიდაშელმა თქვა, რომ აიცით, კატებს და თაგვებს ჭამენ რუსები. მე მინდა მათ უთხრა, რომ ეს არის შეურაცხყოფა არა რუსების მარტო. არა არის, ეს არის რუსების შეურაცხყოფაც. ეს არის პირველ რიგში იმ 350,000, 400,000 ქართველის შეურაცხყოფა, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა და რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ დაეცა და მათი წვლილი არის აუწონელი ფაშიზმზე ბრძოლაში. და ეს არის მთელი მსოფლიოს შეურაცხყოფა და რეალურად ის განცხადება, რაც ხიდაშელის მხრიდან იყო გაკეთებული, ეს რუსეთის საწინააღმდეგოდ კი არ იყო, ეს იყო გაკეთებული მთელი მსოფლიოს საწინააღმდეგოდ, ფაშიზმის წასახალისებლად და ფაშიზმის მხარდამჭერი განცხადება იყო. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მას ამის გამო უბრალოდ იმავე დღეს არამც თუ დაატოვებინებდნენ სამსახურს, დაიწყებოდა მასზე უბრალოდ სისხლის სამართლის პასუხისგებლობა. გერმანიაში ფაშიზმის წახალისება ისჯება 3-დან 5 წლის კანონით. ეს მე ვამბობ თვითონ გერმანიაშიც კი. აი ამაზეა საუბარი და მინდა რომ აუცილებლად აი ამაზე იყოს გამახვილებული ყურადღება, რომ ეს არც პრორუსული აქცია და არანაირი, როგორც იტყვიან, ასე იგი პრორუსულობასთან აქ არ აგვაქვს ჩვენ საქმე. ეს არის ქართული აქცია და თავარი არსი არის, რომ საქართველოს ყავდეს მინისტრი ღირსეული, საქართველოს ყავდეს ჯარი ღირსეული და საქართველოს ჯარისკაცი იდგეს საქართველოში და არც ერთი სხვა უცხო ქვეყნის ჯარისკაცი არ იდგეს საქართველოს ტერიტორიაზე.